გამარჯობათ ქალბატონებო და ბატონებო, ეთერშია სპეციალური გადაცემა საგანგებო განცხადებით. მინდა ეს საგანგებო განცხადება გააკეთოს ტელეკომპანია პლუსის დამფუძნებელმა გენერალურმა დირექტორმა ბატონმა კახა ხურციძემ. გამარჯობათ ბატონო კახა და ვიცი რომ ძალიან სასიხარულო განცხადებას არ აკეთებთ, მაგრამ ამიტომ მირჩევნია თქვენ გააკეთოთ ეს განცხადება და ის ასე რომ ვთქვათ, ნეგატიური ინფორმაცია მიაწოდოთ ჩემ მაყურებელს. მოგესალმებით ბატონო თენგო და მივესალმებით ჩვენ ერთგულ ტელემაყურებლებს. და ანუ ჩვენ რა მოვახდინეთ, ახლა ის მოვახდინეთ, რომ ხალხს გავაგებინოთ რა ხდება და რა მასში ვართ ახლა ფაზაში ამ შემთხვევაში ჩვენ კი არა, თვითონ კომპანია რა დღეშია. თვითონ ანუ შეხედე ამ კომპანიას ყავს ერთი დამფუძნებელი, ამ კომპანიას ყავს ერთი დამფინანსებელი, მოდი ესე დავიწყებ საუბარს. ამ კომპანიას ყავს ერთი მართველი და ამ შემთხვევაში ერთი დამფინანსებელი რო ყავს, კომპანიას კარგად მოგეხსენება თქვენ, დიდი ფინანსური ძალა უნდა, რომ კომპანია მიარსებოს. რა თქმა უნდა, დიდი ფინანსური არეალი უნდა და ესეც კიდევ ვახსენოთ, ვინ არის ის ერთი დამფუძნებელი. მე ვარ ის დამფინანსებელი, მე ვაფინანსებ ამ ტელევიზიას მარტო და შეხედე მე არ შემიძლია ვთქვა ის რომ ვალდებულება მაქვს რომ დავაფინანსო რა თქმა უნდა ტელევიზია, მაგრამ ეს ტელევიზია აკეთებს საერო და საერთო საქმეს. რა თქმა უნდა, ამაში გეთანხმებით. ანუ რა გამოდის საერო და საერთო საქმეს რო აკეთებს ტელევიზია, ესა ხალხის ტელევიზია, არა ჩემი ტელევიზია. ეს ტელევიზია ეგ ყველა გადაცემაში ვამბობთ, ბატონო კახა, რომ ეს ხალხის ტელევიზია, ყველას ტელევიზია და აქ ჩვენ არ ვარჩევთ ის ხალხის კატეგორიებს და ისე არ მოყვავს და ისე. ანუ სწორ ინფორმაციას ვაძლევთ მოსახლეობას, ხო? ამ სწორი ინფორმაციის მიწოდება უკვე ფინანსებთან არის დაკავშირებული ყველაფერი, ხო? რა თქმა უნდა. ანუ ეს ფინანსები საიდან მოდის? მე პირდაპირ მიმართავ ტელემაყურებელს და ტელემაყურებლებს, რა თქმა უნდა, რომ კახა ხურციძე არ არის ბიზნესმენი. მე არა ვარ ბიზნესმენი, შენც იცი ბატონო თენგო. მე ვარ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც დააფუძნა ტელევიზია და ის შექმნა, ანუ შეიქმნა ეს ტელევიზია. ანუ შესაძლებლობა მომეცა ამის. მაგრამ დღემდე ეს ტელევიზია მოვიდე ესე და ვაშუქებთ იმას, რაც კი ხდება საქართველოში და თან ობიექტურად ვაშუქებთ, რა თქმა უნდა და არა ის რაღაცა აი შეთხზული რაღაცა თემა რა. ჩვენ ვაკეთებთ იმას, როგორც ხდება, რაც ხდება სინამდვილეში. ამიტომ სავარაუდოდ როგორც არა ბიზნესმენი და ტელევიზიის დამფინანსებელი შეიძლება მოხდეს ის, რომ ძალიან მოკლე ხანში არ ვიძახი გრძელვადიანზე, რომ 2 დღეში ან 3 დღეში მოხდეს გადაცემების შეწყდება გადაცემების. ეს მთლიანად შეწყდება თუ როგორ იქნება საერთოდ გადაცემები შეწყდება მთლიანად თუ რამოდენიმე ხნით ან არა შეხედე პროექტირებული გადაცემები რომელიც არის ამ ტელევიზიაში აი მაგალითად ჩემი გადაცემა. ანუ თქვენი გადაცემაც დაიხურება. ეგ დროებით თუ როგორ? არა, ნუ შეხედე დროებით, ანუ ამას დრო უკვე აღარ აქვს რა. განსაზღვრელი ვარ. შეხედე მე კიდევ ერთხელ ვიტყვი. მე არა ვარ ბიზნესმენი, რომ ხვალ დავუშვათ რაღაცა მოხდეს. სასწაული და მე ჩემ ბიზნესით აქ ფული შემოვიტანო და გაგრძელდეს ზეგ, არა. აქ უფრო სხვა რაღაცა არის, რომ ხო როგორც გავიგე, ახლა უფინანსობის გამო იხურება ყველა ის გადაცემა რომელიც არის ავტორიზირებული და პროექტირებული. არა, ნუ ავტორიზირებული არა, ანუ პროექტული გადაცემებია აქ ახლა, რომელიც 5-6 გადაცემა არის მართლა პოლიტიკური გადაცემები და რომელიც მიდის ეს პოლიტიკური გადაცემები როგორ აი ობიექტურად, მაგრამ ამას უნდა ფინანსური მხარე. რა თქმა უნდა. ამას უნდა დიდი ფინანსები, მაგრამ მე არაერთხელ მithქვამს და დღესაც განმეორდები, რომ ამ ტელევიზიას არ ჭირდება ის ფინანსები, რომელიც აი რა საგანგაშო ფინანსები იყოს. ნუ მე აქ ვდგავარ, ხო? მაგრამ
ზურგი რაღაცით ხო გინდა მაინც რომ ვიღაცამ გაგიმაგროს. რა თქმა უნდა. აი ოდნავ მაინც დახმარება თუ არა, ეხლა მე ვარ და ვიქნები და ტელევიზიას არ ვაქრობ, არ მოხდება. არ ჩავაქრობ ტელევიზიას საერთოდ. გავა ტელევიზია ჩვეულებრივად, მაგრამ ამჟამად გავუშვებ რაღაც ფილმებს დავუშვათ რაღაცას გავუშვებ, რომ ის იქ ფინანსები დიდი არ მჭირდება დავუშვათ. და აქ ფინანსები მჭირდება, რომელიც მე ახლა ჩემი რესურსი არ ყოფნის ამას. რა თქმა უნდა. და როცა არ ყოფნის, ამიტომ გადაწყვეტილება მივიღე, რომ მე გადაცემები შევწყვიტო დროებით მაინც. არ ვიცი დრო რამდენი იქნება ამისი გაწელვადი დრო არ უნდა იყოს წესით, მაგრამ თუ იქნება და ნუ ჩემი საზრით მე როგორც ვფიქრობ, სანამ ფინანსები არ მოიძებნება. ხო, ანუ ფინანსები უნდა მოიძიოს ტელევიზიისთვის, რომ იარსებოს ამ ტელევიზიამ და ამ პროექტირებულმა გადაცემებმა ახლა. გასაგებია. ვფიქრობ, რომ არ არსებობს ისეთი რამ, რომ ხვალ ახლა მოდი ახალ პროექტს შემოვიტან. პროექტის შემოტანა კი არა. პროექტის ჩამოკლებას ვფიქრობ, უკვე წარმოგიდგენია ისეთ დღეშია კომპანია. გასაგებია, მივხვდი ბატონო კახა და მე მინდა ვთქვა ერთი განცხადება ჩემ მაყურებელსაც, პირადად ჩვენ მაყურებელს, ჩემი და პადაბულაც მაყურებელს მინდა მიმართო, რომ გემშვიდობებით, მაგრამ თქვენზეა დამოკიდებული ეს რამდენი ხნით. რა არის იცი? და თუ დაამატებთ რამს. მე ბევრ რაღაცა უნდა დავამატო, იმიტომ ეს არის ტკივილი, არა ჩემი. ხო, რა თქმა უნდა, ჩემი. მთლიანად ტელევიზიის ტკივილი არის ესე რო ხდება. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გადაცემის ჩაწერა მე ყველაფერში შიგნით ჩახედული არ ვიყავი და ეხლა გადაცემის პირველობის დროს ეგ გაჟღერდა რომ უნდა დაიხუროს, რომ გავიგეთ. ანუ ჩვენ ბატონო თენგო კულისებში მე ვისაუბრეთ ამ თემებზე, შევჯერდით და კი, რა თქმა უნდა. მე როგორც ამ ტელევიზიის მფლობელი გადაწყვეტილება მივიღე, იმიტომ რომ ჩემი რესურსი ამ წყაროს არ ყოფნის და ვერც ეყოფა. გასაგებია, ყველაფერი გასაგებია. ბატონო კახა, კიდე რა მაინტერესებს, ესე იგი, ტელევიზია ჩვეულებრივად განაგრძობს მაუწყებლობას, იქნება იქ რაღაც ის ფილმები, სიმღერები თუ რაღაცა. ნუ უბრალოდ ეს გადაცემები, რომლებიც იყო, რომელსაც ვიწერდით, ვაკეთებდით, ვაშუქებდით, ესენი შეწყდება დროებით. ანუ რომელიც აქტუალური გადაცემები იყო და მოსახლეობა უყურებდა ამ გადაცემას იმის გამო, რომ ეს იყო კარგი გადაცემები, ეს გადაცემები შეწყდება სავარაუდოდ ძალიან სამწუხარო, მე ვწუხარ ამას, უბრალოდ იმის გამო კი არ ვწუხარ, რომ აი ეს გადაცემები შეწყდება, გადაცემები, აი მაყურებელს ჩვენ სათქმელს რო ვეღარ ვეტყვით, ამას უფრო იმას. არა, ნუ ხო სხვა პლატფორმა ჩვენ არ გაგვაჩნია. მაგალითად რო უთხრათ, იმიტომ არ გაგვაჩნია, რომ სხვა პლატფორმაზე ყველა სხვანაირად ღებულობს. ტელევიზიიდან ნათქვამი სიტყვა უფრო მკაფიო, უფრო დამჯერია, იმიტომ რომ ეს არ არის მაგალითად მე რაღაც აქ Facebook-ი შევქმენი, ავკრიბო რაღაც ტელევიზია არის ერთ-ერთი სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი ძარღვი. გამდინარე სისხლის ძარღვია ტელევიზია და სად აი მაგალითად მე შეიძლება რაღაც Facebook-ზე მოვიტყულო, რაღაც დავწერო სასაული. ტელევიზიის ამას ყოველ მოვიტყულებ, ეგ სახელმწიფო დანაშაულში გადის უკვე. არა, შეხედე, კერძო მაუწყებლობა როცა არსებობს, სახელმწიფო არ ერევა ამ საკითხს. გასაგებია, აი ლიცენზირება ხო გაქვს სახელმწიფოდან ლიცენზირება ჩვეულებრივად. მე მაქვს ვალდებულება მარეგულირებელ კომისიასთან, მაქვს ვალდებულება საგადასახადოსთან. კონტროლიზაცია მაქვს ვალდებულება ყველგან. სახელმწიფო კონტროლს ვაკეთებს ტელევიზიაზე და Facebook-ზე ვერავინ ვერ ვიკეთებს მე. ხო, ნუ მან რასაც გინდა დაწერა. რასაც გინდა დაწერა, ასაც. შენ თავი იმართლე თუ მე ტყილი დავწერე დავუშვათ ეგეთ რაღაცა და მე მაკონტროლებელი ან და ვიტყვი ბავშვმა აიღო ტელეფონი და იმან დაწერა. ხო, ამიტომ რა არის იცი, მე ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოვხადო ჩვენ ერთგულ მაყურებელს, რა თქმა უნდა, არ აქვს ცოტა მაყურებელი, დაახლოებით 250,000 მაყურებელი გვყავს. და 250,000 მაყურებელს შეიძლება გული ვატკინოთ ამ ჩემი სიტყვებით, მაგრამ კიდევ ერთხელ მოვიხდია ამ გადაწყვეტილებაზე ბოდიშს მაყურებელთან მინდა პირადად ბოდიში მოვიხადო და მოდი დროებით შევწყვიტოთ
ის გადაცემები, რომელსაც ფინანსები ჭირდება. იმიტომ მე არა ვარ ბიზნესმენი. მე არა მაქვს რაღაც ისეთი თანხები, რომ ამ ყველაფერს უკვე კმაყოფილება მივცე, იმიტომ რომ 4 წელიწადია მე ვაფინანსებ ამ ტელევიზიას 2021 წლიდან. გასაგები ბატონო კახა. ჩემი ფინანსები გადის სულ ამ ტელევიზიაში და თუ კიდევ რამეს დაამატეთ და მე მინდა ბოლოს პატარა განცხადებაც გავაკეთო ამასთან დაკავშირებით. რა არის იცი? ცხოვრებაში აი არ არსებობს რომ მე ამ ტელევიზიამ რო იარსებოს გავიყიდო. ეგ არ არსებობს. როდესაც წყაროები განა არ არის, ახლა მე მოვიძიო ფინანსები. ყველა წყარო ვიცი, მაგრამ არასდროს არ გავიყიდები და მირჩევნია რომ გადაცემები დავხურო ამია. როგორც პური ყველასთან არ იჭმება, ისე ფული ყველასგან არ იღება. ხო, რა თქმა უნდა და ღმერთმა დამიფაროს ეგ ამ სიტუაციაში. გასაგებია და ბატონო კახა, ნუ ჩვენ ამ განცხადებას რა თქმა უნდა, ყველა თანამშრომელი უერთდება, გულის ტკივილით უერთდება და არა სიხარულით და მინდა დავამატო კიდევ ჩვენი ასე რომ ვთქვათ ბოლო ფრაზა და ეს ბოლო ფრაზა რამდენი ხანი იქნება დადუმებული, ეგ თქვენზეა დამოკიდებული პატრიოტიზმულო ჩვენო ტელემაყურებლებო და ჩვენო უერთგულესო მაყურებლებო. შევიყვაროთ ერთმანეთს და ყველაფერი კარგად იქნება. რა არის იცი ბატონო თენგო? ახ ჩვენ ყავს ხო მაყურებლები მაგალითად, კარგი მაყურებლები ყავს, მივესალმები, მაგრამ აი ევროკავშირმა რო იცის თქმა, აი წუხვარ. შევშფოთდი. ხო. ჩვენს გვეძახიან იქნება, კარგია. კარგია, კაცო, რა პრობლემაა? ესეთი მაყურებლებო რო იცოდეთ, გვაქვს ესეთი გამოხმაურებები? კი, კაცო, კარგია. კარგია თქვენი ტელევიზია, მაგრამ თუ რამე სახსრები არა, ჩვენ შფოთავთ ამას. წუხვართ და ვიზიარებთ თქვენ წუხილს. ეხლა მე მჟავანაძე ნახდათ ვერ გავხვდები რა, პირდაპირ ვიზახმა მაგრამ. ნახდათ არ გავხვდები, ღმერთმა დამიფაროს რა. პირდაპირ ეთერში ვიზახი ამას. არ გავხვდები ვიღაცა კიდე. მე ვარ, მე ვერევინ ვერ შემცვლის. ჩემი შემცვლელი არ არსებობს ქვეყანაზე. გასაგებია, იმიტომ რომ ჩვენს გადაცემებსაც თუ დააკვირდებით, ყველა დაკვირვებაც არ უნდა, იმიტომ რომ ვინც ჩვენ გვიყურებს, იმან იცის, რომ მიუკერძოებლები ვართ, ვინმეს რამის გამო არ ვამბობთ, ვინმეს საქმეს არ ვაკეთებთ, ჩვენ მარტო ერთად ქართველების საქმეს, ქართულ საქმეს ვაკეთებთ და ჩვენი სახელმწიფო საქმეს ვაკეთებთ. იმას ვაკეთებთ, რომ გვინდა სახელმწიფოში იყოს მშვიდობა, გვინდა გქონდეს ერთიანი ქრისტიანული და აი დალაგებული სახელმწიფო. აღარ გვინდა დავიღალეთ რა. ამდენი წლებია ამ ომებით, ფრონტებით და შეშმოთებებით რა. ომში ხმლით ყველა ძლიერია, მაგრამ ჩვენ ომში უხმლოთ ბრძოლა. ეგ არის ეგ ხო მე და ამ ხმლის გარეშე ბრძოლა არის ძალიან ცუდი. ანუ დამარცხება უფრო მეტი არის ამაში 90%, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩემი ხმლის გარეშე ბრძოლით ჩემი დამარცხება არ შეიძლება და ვერ დამამარცხებს ვინმე რა. რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ დამამარცხებს, იმიტომ რომ მე იმედი მაქვს ჩვენი მაყურებლების მხარდაჭერა გამოჩნდება ამაში რაღაც დარწმუნებული ვარ, რომ გითხრა სადღაც 1.99%. მე კიდევ და კიდევ მოვხვდით ჩვენ ერთგულ მაყურებლებს ბოდიშს, მოგიხდით თქვენ თანამშრომლებს ბოდიშს, რომელიც ამ ტელევიზიას გვერდში ედექით. არის ყველაფერს აკეთებდით იმისა, რომ ეს ტელევიზია გასულიყო და მიეწოდებია ობიექტური ხმები მაყურებლებისთვის. იმიტომ რომ ბატონო კახა, ჩვენ ვიდეო ვაკეთებთ, აქ რა არის, იცით, აქ ქართველობაზე შემართული ხალხი არის. აი საქართველოს მე ვფიქრობ, რომ მე მგონი ეგეთ ხალხი არ ჭირდებათ. აი ნახოთ. მე ვფიქრობ, რომ აი არ ჭირდებათ ეგეთ. ნახოთ, რა ვიცი. აი სამწუხაროა რომ არ ჭირდებათ. გეგა სერიოზული სამწუხარო არ არის, ესა ტრაგედია. ტკივილი არის. ტკივილი, ტრაგედია, ყველაფერია, ეს სამწუხარო არ არის, მარტო. კარგით ბატონო კახა, გემშვიდობებით ჩემო საყვარელო მაყურებლებო, როდემდე არ ვიცი. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ. შემაყურებელს კიდევ და კიდევ უსურებ წარმატებას და კარგი ეთერების ნახვას.